დღეს ფორმალურად დაიწყო ეს პროცესი, რასაც ამდენი ხანია გვიანონსებენ. მე ვფიქრობ, არაფერი საშიში ეს ქართულ საზოგადოებისთვის მაინც არ არის, ვინაიდან ეს უბრალოდ იმის ფორმალიზაცია, რაც ძალიან დიდი ხანის ერთ ხდება, ქართულ ამომრჩეველს წაართვეს არჩევანის გაკეთების უფლება და ამის ნაწილია ის, რომ ეს ახლა უკვე ქაღალდზე იქნება უბრალოდ აკრძალული ამ პარტიებისთვის არჩევნებში მონაწილეობა, იმ პროცესში მონაწილეობა, რომელსაც არჩევნები ჯერ კიდე ქვია ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველა მის რომ არჩევნები არ არის. და მე ვფიქრობ, რომ ყველა ხელისუფლებას, რომელსაც აუგრძალავს ეს თუ ის პარტია, ყოველთვის ამთავრებს ხოლმე ის პოლიტიკური ძალა, ან ის პოლიტიკური ძალები, რომელიც აკრძალეს, ხო? ვაცლავ ჰაველმა დაამთავრა ის კომუნისტური პარტია, რომელმაც ის აკრძალა, ლეხ ვალენსამ დაამთავრა ის კომუნისტური პარტია, რომელმაც ის აკრძალა, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაამთავრეს ის კომუნისტური პარტია, რომელთაც ასევე აკრძალეს ეს ორი ადამიანი და მთელი ეროვნული მოძრაობა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ჩვენ ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, რაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, რომელიც უბრალოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ხელში, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი სინდისის და ქართული ხალხის ერთგულებით. კი ბატონო, სინდისი და ერთგულება სხვა არის, მაგრამ თუ ლეგალურად პოლიტიკაში ყოფნის საფუძველი არ იქნება, ანუ რა მეთოდებით როგორ აპირებთ პოლიტიკაში ყოფნას და ასევე დღეს მოვისმინე, რომ ეს არის გარკვეული შესაძლებლობაც. აი თქვენ როგორ უყურებთ, რისი შესაძლებლობაა ეს? მაგალითად თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს არის უნდა იყოს გაერთიანების შესაძლებლობა, დრო არ ითმენს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აღიქვამთ, როგორც რის შესაძლებლობას? მე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ იმიტაცია იმისა, რომ ქვეყანაში თითქოს ნორმალური ცხოვრება შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დასრულდეს. ეს პროცესი დაიწყო, რა თქმა უნდა, იმ გაყალბებული არჩევნების შედეგების უარყოფით, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. იმ პარლამენტის უარყოფით, რომელიც სინამდვილეში ყოველთვის ფიქცია იყო მთელი ამ 13 წლის მანძილზე და მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ისურვებს და ეს პროცესი გრძელდება იმით, რომ რაც სიმართლეა, ის გამოვლინდება. ჩვენ უბრალოდ აქამდეც ფაქტობრივად აკრძალულები ვიყავით, ეხლა ამას მიეცემა უბრალოდ ფორმალური სახე. და არაფერს ეს არ შეცვლის პოლიტიკურ ნიადაგზე, გარდა იმისა, რომ თუ ვინმეს კიდევ კითხვები ქონდა მთელ მსოფლიოში ამ რეჟიმის რაობის და თვისობრიობის შესახებ, ამასაც გაეცემა პასუხი. მე ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად კიდევ ერთი დადასტურება ამისა და ეს კიდევ ერთხელ უნდა გვახსენებდეს, რა მნიშვნელოვანია ჩვენი ორი მთავარი საყრდენი ჩვენი პროტესტისა, ხო? ეს არის ქუჩის პროტესტი და ეს არის ართანამშრომლობა. და ჩვენ ამ ორივეს გავაგრძელებთ აუცილებლად ძალიან აქტიურად. აი სადმე არჩევნები რომ იყოს, გიორგი, სადმე რომ არჩევნები იყოს. მათ შორის სადმე რომ არჩევნები იყოს და პარტია გაუქმებული გქონდეთ. თუ ეს არ იქნება არჩევნები, თუ ამ ქვეყანაში გაუქმებული პარტიებით შეხვდება ეს ქვეყანა არჩევნებს. ეს ისეთივე არჩევნები იქნება, როგორც ჩატარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები 4 ოქტომბერს, ხო? სინამდვილეში ერთადერთი არჩევნი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს, იქნება რა თქმა უნდა აღდგენილი პარტიებით, აღდგენილი ნომრებით, შეცვლილი CSKOT-ი, გასაჩივრების წესით და ყველა იმ რეკომენდაციით. ანუ თქვენ ამ ამბავს არანაირი დრამატიზმი ამაში, რომ პარტიებს აკრძალავს ხელისუფლება თქვენ ვერ ხედავთ. არა, ჩვენ აქამდეც ჩვენი ყველა ლიდერი ელენე ხოშტარიაც, ნიკა გვარამიაც, ზურა ჯაფარიძეც, ნიკა მელიაც დღეს არიან ციხეში. ჩვენ არაფერ კარგს ამ ხელისუფლებისგან არ ველით და ჩვენ როგორც არ უნდა ფორმალურად ქონოდა უფლება არჩევნებში მონაწილეობის, იმ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლა ამას ეფუძნება, ამ უფლების დაბრუნებას ქართველი ხალხისთვის და ამას რა თქმა უნდა გავაკეთებთ. ქართული ოცნება დაიხევს უკან აღადგენს ამავე პარტიებს, რომლებიც დაასრულებენ მას. როგორც ეს მოხდა ჩეხეთში, როგორც ეს მოხდა პოლონეთში, როგორც ეს მოხდა საქართველოში. ანუ ეს არ არის დრამატული ამბავი თქვენთვის, რომ თქვენ ისედაც ამ ხელისუფლების ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდით, ამიტომ თუ აკრძალავენ როგორც პარტიას, შეინარჩუნებთ ერთობას როგორც რაღაც გუნდი, ან არ ვიცი, ჯგუფი, თანამოაზრეების და ასე გააგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს იქნება დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ფართო ეროვნული მოძრაობის, რომელიც კიდევ ერთხელ დაამარცხებს რუსულ ძალას საქართველოში, როგორც ეს მოხდა 1991 წელს.
არც ერთ ქვეყანაში დღეს რომ გუში რომ ყოფილიყო ეს ეროვნული მოძრაობა პარტიის აკრძალვას ელოდით რაღაც ამ ტიპის მოძრაობის დასაწყება თუ არა რატო ელოდით გუშინ ჩვენ უკვე 26 ოქტომბრის შემდეგ დავიწყეთ 28 ნოემბერსაც არ დავлодებიოთ თუ გახსოვთ ჩვენი პერმანენტული აქციები და მოძრაობა საქართველოს გათავისუფლებისთვის რამდენიმე დღის და ღამის მანძილზე კეტავდა მაგალითად მელიქიშვილი ჭავჭავაძის კუთხეს და ასე შემდეგ ხო ჩვენ არ დავлодებიოთ არც 28 ნოემბერს ჩვენ 26 ოქტომბერს ვიცოდით რა იყო მთავარი პრობლემა და ეს იყო ბიზნია ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხისთვის არჩევანის უფლების ჩამორთმევა და ეს არავის არ შეერჩენია და არც ბიზნია ივანიშვილს შეერჩება და ამისთვის ჩვენ ახლა ბიზნია ივანიშვილის სასამართლო აგძალავს დაგვასაჩუქრებს თუ ციხეში ჩაგვსვამს ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ვიდგებით იქ სადაც არის ჩვენი პრინციპები და იქ სადაც არის ჩვენი ღირსება და ეს გთხოვს ქართველი ხალხის გვერდით დგომას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი მთელი ქართველი ხალხი ბიზნია ივანიშვილის წინააღმდეგ მათ შორის ტელევიზიები რომელთაც დახურვას უპირებენ მათ შორის არასამთავრობოები რომელთაც დახურვას უპირებენ მათ შორის პოლიტიკური პარტიები რომელთაც გზალავენ მათ შორის ადამიანები რომელთაც ქუჩაში გასვლას უგზავნიან ყველანი ერთად დავამარცხებთ და ამისთვის გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი რამ ეს არის არ თანამშრომლობა და ეს არის რა თქმა უნდა ქუჩის პროტესტი და ორივეს მიყვებით ერთგულად. კი ბატონო, ზურა და ელენეს პარტიები რჩებიან ლეგალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს იყო ორი ნიკას წინააღმდეგ მიმართული, ანუ რახან ახალი იქნა ამოღებული სამიზნეთ, აი თქვენ როგორ აღიქვით გუნდის შიგნით? მე ვფიქრობ ეს იყო კოალიცია ცვლილებისთვის, რომელსაც მხოლოდ იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ მაშინ რაღაცა სულელური კოდექსი მოიტანა არჩევნების წინ მოუწია ერთიანი სიით გასვლა და არა ბლოკით, იმიტომ რომ ბლოკები აკრძალეს, ხო? თორე სინამდვილეში ხო ეს თავისი არსით კოალიცია იყო, თავისი არსით ბლოკი იყო, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ჩვენ გირჩისა და დროას პრინციპებში, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, ისინი არიან ჩვენი უახლოესი პარტნიორები და ჩვენ მათთან ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და პირდაპირ თქვა მე მგონი პაპუაშვილმა რომ ვისაც მოემატება რეიტინგი ისევ აკრძალავენ ასე რომ სინამდვილეში ეს უბრალოდ ესე მოხდა რომ კოალიცია ცვლილებისთვის იყო ჩვენი ქოლგა ამ არჩევნებისთვის და დღემდე რჩება ერთ-ერთ კოალიციას პარლამენტში რომ შესულიყავით იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული ბევრი რამ მათ შორის აკრძალვის დილება. რა თქმა უნდა იქნებოდა აკრძალვა იქნებოდა აცილებული ჩვენ გადაგვიხდიდნენ ფულს ჩვენ პიროვნული უსაფრთხოება გვექნებოდა გარანტირებული ჩვენ ფულს გადაგიხდიდნენ ჩვენ გადახდილი ჩვენ ეს ხომ ივანიშვილის ფული არ იქნებოდა ბიუჯეტის ჩვენი გადახდილი ფული იქნებოდა ბიუჯეტის ფული არ არის ივანიშვილის ფული წესით, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად არ არის გიორგი ზოგიერთი ბიზნესმენის ფულს დამიჯერეთ ბიუჯეტისგან ლეგალური ფული ჯობია. კი, სანამ ქართველ ხალხს არ აქვს საშუალება რომ ბიუჯეტი გამოიყენოს ისე როგორც ის გადაწყვიტავს და ის განკარგავს, იქამდე არც ჩვენ არ გვინდა რომ ავიღოთ გაყალბებული შედეგების მიხედვით ის წილი ფულისა, რომელსაც გვერდებოდნენ, აქედან გამომდინარე ეს იყო ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, პირველი ასეთი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დისკუსიის შემქმნელი ამ ქვეყანაში, როდესაც იმიტაცია აღარ იქნება. იმიტაცია იმისა, რასაც ახლა გახარიას პარტია აკეთებს, ის ყველაფერი ნორმალიზდეს შეიძლება ხოცებით ხელისუფლებაში აღარ მოხდება. კი ბატონო, დღეს შევსრულიყავით პარლამენტში, იქნებოდა იგივე რაც იყო ეს 13 წელი და უარესი კიდე. იმიტომ რომ სინამდვილეში ევროკავშირის ილუზიაც მოკვდებოდა აქ. აქედან გამომდინარე სიმართლე და ერთგულება საკუთარი პრინციპების. მადლობა გიორგის რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ეს მოგვაგებინებს. დიდი მადლობა.